მოგესალმებით, მეგობრებო. ეს არის მორიგი გადაცემა წარმატების გზა. დღეს ცოტა სხვა მიმართულების გადაცემა იქნება და მაგას ეტაპობრივად ვიხდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად სულ ხოცი და ესეთი ამბავი ახლა ჩემ გადაცემებში და დღევანდელ დღეს ყავს სტუმარი, რომელიც ცოცხალი მაგალითია იმისი, რომ ხდება სასწაულები რა. მე მინდა წაგიდგინოთ სოფო იაშვილი. როგორ გიკითხო სოფო? მადლობა, კარგად. თავად. მადლობა. მე და სოფო ესე სოციალურ ქსელში დავკავშირდით, მითხრა რომ ქონდა საინტერესო ისტორია და პატარა დეტალები რომ მომიყვა, ძალიან დავინტერესდი და რა თქმა უნდა, ეგრევე შევთავაზე რომ იქ უნდა ჩემთან გადაცემაში მოყვერო უამრავმა ადამიანმა გაიგოს შენი ისტორია, ზოგისთვის იყოს გაკვეთილი, ზოგმა რაღაცეები დაიჯეროს და ასე შემდეგ. ორი სიტყვით ვინ არის სოფო იაშვილი, რომ ნელ-ნელა ესე დავიწყოთ. კი ბატონო. მე ვარ სოფო იაშვილი, ვარ 51 წლის და მე ვთვლი და არა მარტო მე, რომ ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი ვარ, ასე ვთქვათ. ეს წარმატება რაში იგულისხმება? ასე ვთქვათ, ყველაფერში. და ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ 5 წლის წინ მე მოვყევი ავტოკატასტროფაში. სადაც ფაქტურად მოვკვდი. ეს ესე იყო ნამდვილად, ძალიან ცუდი ამბავი შეგვემთხვა. ამ ავტოკატასტროფაში 2 ადამიანი დაიღუპა. მე სასწაულებრივად გადავრჩი. მოძღვარი მეხუმრება, რომ ღმერთმა რამდენი ბონუსები მოგცაო. ესე იყო ნამდვილად. ატაზურვა მოგიხდეს ხასტოს. კი ბატონო, ეგ დავევართ და მე დავდივოთ. ეს მოხდა 2020 წელს ონში, რაჭაში. ჩვენ მივდიოდით 50-ით. ვინც დაგვეტაკა, ის იყო ნასვამი ძალიან და 200-ით დაგვეტაკა, ასე ვთქვათ. ამ ტრაგედიას შეეწირა 2 ადამიანი. მე სასწაულებრივად გადავრჩი, ღვთისმსხალობით. აი არც კი მეგონა ოდესმე თუ ამ ისტორიას ესე მოვყვებოდი. მაგრამ მოვიდა ჩემში ის ძალა, რომ მე ხა ამ ისტორიას ვყვები ასე. და მადლობა რომ ჩემ დავყვები და ჩემ მოყვები. ჩემთვის აქვს გამოგონებული ასეთი თემა, ასე ვთქვათ, რომ სიჩქარეს ვერ გადააჭარბებს მანქანა თუ არის ისეთ ადგილას, სადაც არ შეიძლება იმ სიჩქარეს მოძრაობა. ანუ თუ 50-ით მიდიხარ 200-ით ვერ წახვალ მაგალითად. აი ჩვენ მივდით 50-ით, როცა ის ადამიანი მოძრაობდა 200 და 200-ით დაგვეტაკა. აი იმ მანქანაში რომ ყოფილიყო ის მოწყობილობა, ჩვენს ავარია არ ჩიპია, დიახ, რომელიც არეგულირებს მანქანის სიჩქარეს. ეს ავარია არ იქნებოდა. და ის რომ გამოიგონა. დიახ. შენმა ძმამ, მე ეს ყველაფერი გამოუშვეს თუ ჯერ კიდე ხაერშია, როგორც ხდება ხოლმე. ჯერ სამწუხაროდ ჰაერშია და არ ვიცი მაგას რა ელის, მაგრამ რა ბედი ეწევა, მაგრამ ეს არის ესე. რასაც ძალიან განიცდიდა ჩემისმა, როცა თვითონ ასეთ საქმეში იყო და მისი და ავარიის მსხვერპლი იყო. ბევრი ადამიანი შეიძლება რომ გადაჭდეს მოწყობილი რო ჩადგეს მანქანაში. კი ბატონო, ეს არის ესე და ეს უნდა მეთქვა ამ ჩემ ისტორიაში. ესე. კი ბატონო. ღმერთს მადლობა, რომ ამ ისტორიას ვყვები ესე, როგორც ვყვები. იმიტომ საკმაოდ რთული ისტორია. ამისი აღქმა და ამის გადმოცემა მე არასოდეს არ შემიძლია თუ მექნებოდა ამის ძალა. ეხლა მაქვს და მადლობა ღმერთს ამისთვის. რა მინდა რომ გავიხსენო. 28 დღე ვიყავი კომაში. ჩემ თავზე მოვყვები. აი ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე რომ როცა ამბობენ ხოლმე რომ კომაში რო არის ადამიანი რა. ზოგი რაღაცა სხივს ხედავს, ზოგი რაღაც სიზმარით ხედავს, აი შენ შემთხვევაში როგორ იქნება? ესე იგი, მე მეძინა. მე არც გამოცხადება არ მქონია, არც არაფერი მსგავსი, მე მეძინა. ნამდვილად ასე იყო. და ექიმები იძახდნენ, რომ ეს არ არის მძიმე კომა, ანუ სულ მდგომარეობაში არ ვიყავი. ანუ არ იყო მძიმე კომა. და გქონდათ იმისი იმედი, რომ გამოვიდოდი. რომ გამოვედი კომიდან 8 თვე ვიყავი საქართველოში, აქ მკურნალობდნენ. აქ მკურნალობდნენ, ბოლოს ვიყავი ნიუ ჰოსპიტალში.
მოკლედ ვიტყვი ამ თემას ხო შეიძლება რომ საქართველოში შიგადაში ჩაგიკითხები გადაწყვეტილება ხო ამ 24 დღის მერე გამოვიდა ხო აი ეს პირველი შეგრძნება რა იყო ანუ ჩოლობად ხედავდი აღიქვავდი გახსოვდა ყველაფერი თუ არა 28 დღის მერე რომ 28 დღის მერე კომენტე რომ გამოვიდი მე ერთი წელი მეძინა არ მქონდა ცნობიერება არ დავიბრუნდა ანუ რომ გამოხედით გონებოდა და ვერ ცნობდი ანუ მე არ მქონდა ეგ არ დავიბრუნდა ერთი წლის მერე დავიბრუნდა მე ცნობიერება როცა თავში ჩამდგეს შულტი და ეს მოხდა ესპანეთში მოკლედ ჩემო კარგებო მე საქართველოში მოვკვდი საკმაოდ ბევრი ადამიანი ასე ვთქვათ ჩაერია ჩემს რთულ სიტუაციაში და ბევრი მომაქცია ყურადღება რაზეც მადლობელი ვარ ყველა მათგანის ნამდვილად გულწრფელი მადლობა ყველა მათგანს და საქართველოში მე ვერ მიშველეს და მეორე სიცოცხლე მაჩუქეს ესპანეთში სრულიად არაფერს არაობა არც საბუთი მქონდა არაფერი უბრალოდ აი ესე მოხდა იმიტომ რომ დედა იქ მუშაობდა წლები მოხდა რომ წავედი ესპანეთში წამიყვანეს და იქ მაჩუქეს მეორე სიცოცხლე აბსოლუტურად ეს არის სიმართლე და კიდევ ერთი დეტალი აი ეს რომ მითხარი სხვადასხვა მომღერლებმა ჩაწერეს კი ბატონო იყო მიმართვა კი ბატონო მე მოხდა ხო გადაყვანა მაგის დაფინანსება დიახ ანუ როგორ იყო იცით ამას ვიტყვი აუცილებლად და მადლობელი ვარ თითოეული მათგანის და ვინც ამოიცნობს ახლა ჩემ თავს იცოდეს რომ მე ვარ მადლობელი თითოეული მათგანის რომ ეს ამბავი რომ მოხდა ჩემს თავს დამეხმარა ძალიან ბევრი ადამიანი და ამ დახმარების თავი ასე ვთქვათ იყვნენ მომღერლები მსახიობები ვინც ეცადა რომ გვერდში დადგომოდა ჩემ ოჯახს მაშინ მაშინ ვერ გავიგე თორე მეც მივიღოდი მაგაში მონაწილეობას ნამდვილად ესე იყო თითოეულ მათგანს დიდი მადლობა ამისთვის ასე იყო მე იმდენ ადამიანს ვყვარები ვარ ძალიან ანუ ეს ეხლა გაიგე თუ ავარის მერე მივხვდი ამას და ალბათ აუცილებელი ადამიანის ცხოვრებაში დადგეს ისეთი რაღაცა რომელიც მიხვდეს მოიცა იქამდე არ გამოხატავდა რა მაქსიმალურად მაგას გულისხმობ მე ვერ გზნობდი ნუ არ მიშდეთ ახლა საქართველოში მოკლესო და ესპანეთში ანუ შესაბამისი აპარატურა არ იყო თუ ანუ რა იყო ესეთი რომ მე არ ვამბობ რომ სახელით და გვარები დავასახელოთ და ექიმები და რა მაგას არ ვამბობ მაგრამ რა კუთხით იყო ეს ყველაფერი ვერ შეძლეს სისტემა რაც ადამიანს ჭირდება, ანუ მაგით თუ ამაზე ვიტყვი ჩემს სუბიექტურ აზრს, ხო შეიძლება? ყველას თავისი აზრი აქვს სამედიცინო სფეროში და საზოგადოებრივ რაღაცებში. მე მაქვს ჩემი აზრი. ეს არის ესე, მე ეს ჩემი აზრია, რომ უგულო დამოკიდებულება არის უსერიოზულესი პრობლემა სამედიცინო სფეროში. არა, აი გულით არ უდგებიან. ეს არის ჩემი აზრი სუბიექტური. თუ კაცი არ ჩაერია თუ კაცი იმდენი იყო ჩარეული. კაცი ძალიან ბევრი იყო ჩარეული. და ზოგადად ხალხო საქართველოში არის ეს პრობლემა, მაგრამ ფული. ჩვენ ქვეყანას უჭერს ძალიან ბევრ სფეროში და ერთ-ერთი არის ეგ. ერთ-ერთი უმთავრესი არის ეს. რაც მე გამოსცადე ჩემს საკუთარ თავს. მე არ ვიყავი დაზღვეული. რა თქმა უნდა, საყოველთაოდ დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მე მოყვევი ავტოკატასტროფაში, რომ არ ყოფილიყო ეს ყველაფერი, ეს გვერდში დგომა. რაჭაში მოხდა ეს ავარია და ძალიან დამეხმარა რაჭის გამგებელი, რომ ესენი არ ყოფილიყო მე. მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა და აი თითოეულ მათგანს უღრმესი მადლობა ამისთვის. ესპანეთში გამეკეთეს თავზე 6 ოპერაცია. მე მაქვს 6 ოპერაცია გაკეთებული თავზე. ვიცი რომ არ ადამიანი გავიღვიძე და მაქვს ესეთი შეგრძნება, მაქვს ესე ვარ და ესეთი შეგრძნება მაქვს. ვერ ვჭამ, ვერ დავდივარ, ვერ ვლაპარაკობ, ვერ ვიყურები და ვერ ვსუნთქავ. ვიცი რომ არ ადამიანი და ეს ყველაფერი ჭირს. და ვიცი რომ არ დედა. ეგ არ დამიწყები არასოდეს. ანუ გონებაზე იყო. გონებაზე ეს თუ გონებაზე ყოფნა ასე იყო. არა, აღიქვავდი, მაგრამ კი, ვიცოდი რომ ვიყავი ადამიანი და ეს ყველაფერი მე გამოვცადე. ეს იყო ურთულესი მდგომარეობა. და მე ხო ვიყავი ესე, აი დედა ჩემი ამას უყურებთ. ანუ მე რა ვხდები, იცი რომ მისთვის უფრო რთული იყო, ვიდრე ჩემს ეს ყველაფერი. კი, აი დედა ჩემი ხალხო რო არ ყოფილიყო ჩემს გვერდზე. მე ვერ ვიცოცხლები.
2 წელი დედაჩემს ეძინა სკამზე. თუ მომასილი ქვია. ეს რეაბილიტაცია ეტაპობრივია. ეს რეაბილიტაცია ხდებოდა ეტაპობრივად, რა თქმა უნდა. ყველაფერი თავიდან დავიწყე. მე თავიდან გავშდი, თავიდან დავიწყე. სიარული ჭაბალაპარაკი. ყველაფერი თავიდან მომიწია, რომ ესწავლო ამ ასაკში. ესე იყო. კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს ამისთვის, რომ მე ამ ყველაფერს ვსაუბრობ ლაღად. აი მაინტერესებს აი რა გარდატეხა მოახდინა იმის გარდა რა თქმა უნდა სასწაულია ცოცხალი სასწაულია ფაქტობრივად ეს ყველაფერი რაც მოხდა მაგრამ ხო ხდება ადამიანის ორგანიზმში გონებაში გარდატეხა და უშუალოდ შეიძლება რაღაცები უცხოება რაღაცა კითხვა შემდეგ ერთადერთ რამეს მივხვდი ამ ცხოვრებაში ამ სამყაროში რომ მე 51 წლის ასაკში გამოვცადე მიწიერი და არამიწიერი ცხოვრება მე მომეცა ამისი საშუალება და ეს ფუსაწილად მიწიერი და არამიწიერი სიცოცხლე. და ერთ რამეს გაუცნობიერებლად ხვდები, რომ სიყვარული და სიკეთე ატრიალებს დედამიწას. ეს არის ესე. ეს ჩემთან მოვიდა თავისით. აი, აბსოლუტურად არ ვიცი საიდან. ეს ვიცი ესე. და ადამიანს, რომელსაც სიყვარული და სიკეთე აქვს, ნაპოვნი აქ ამ ქვეყანაში. ეს არის ძალიან დიდარი და ბედნიერი. ეს ვიცი. მეტი არაფერი არ ვიცი. და მადლიერების შეგრძნება, და აღტაცების შეგრძნება. უაი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ცხოვრებაში. რომ ვიყოთ კარგად. მადლიერი, ხო? დიახ, აუცილებლად. უშინ პატარ-პატარა დეტალებს რო გავდივით იქ, ესეთი რაღაც აღნიშნა, რომ ამ ავარიის შემდეგ და ამ ყველაფრის შემდეგ ყავს მამაო, ხო? კი, მოძღვარი მყავს. კი. ხო და ანუ იქამდე არ ქონდა სურვილი თუ ეხა ვიტყვი. გარდატეხა ხდება და კი ბატონო, მოხდა ეს გარდატეხა ჩემში. მე მორწმუნე ვარ, ანუ მე ჩემ ბურას წამს 6 წლიდან. წამს მე უფლის და წამს მე რაღაც სასწაულის უზენაესის წამერწმენაში ვარ. ნამდვილად ურწმუნო არასდროს ყოფილი ვარ. მაგრამ ჩემი ისტორია რო იყო ასე რომ მე ვიყავ მკვდარი, ასეთი მდგომარეობა რო იყო, ჩემი და ძალიან ტიროდა ვაკის პარკში. და მე ვიდეო რაღაც ხალხი დაეკითხება რა გატირებსა და იმან თქო ეს და ესე დღეში მყავს და ანახა ვიდეო. და იმან თქო გადადიოდა ეკლესიაში უთხარი მოძღვარს და გადავიდა ეკლესიაში და შემთხვევით შეხვდა ჩემი მოძღვარი მამაშალა კეკელია. მოუყვეთ ჩემს თავისი დის ისტორია, მამაშალამ რომ გაიგო ძალიან გულთანახოს მიიტანა. მე არ ვიცნობდი, არავინ არ იცნობდა, საერთოდ არაფერი მსგავსი არ მქონია და თავისი ინიციატივით დაიწყო ჩემზე ჯამთობის პარაკლისი. აბა საქართველოში იყო. არა, მე ესპანეთში ვარ, კი. ჯამთობის პარაკლისებს თავისი ინიციატივით, იმიტომ რომ მე ძალიან მიჭირდა, იხდიდა. და რეკავდა და იგებდა ჩემს და ცოცხალია რომ გადაეხადა თუ არა. მოკლედ ეს იყო ესე. რომ ჩამოდის საქართველოში უკვე ის რომ მოუჯომიდა, მამაშალო მუცხართ იკაც რომ ჩამო გამოცანიო. რომ ჩამოდი გავიცანი და მაზიარა. და მე მოხდა ისე რომ ის არის ჩემი სულიერი მამა, მოძღვარი. მე მის მიმართ მაქვს დიდი პატივისცემა და დიდი სიყვარული. ეს ესე მოხდა. ეს მხოლოდ უფლის ნება იყო, მე მანდ მოძღვარი არ მყოლია, არასოდეს. ნაზიერები ვარ, ნამდვილად მარხვაც მაქვს დაცული, მაგრამ აი ეს რომ მე მოძღვარი მყოლოდა და მე ეკლესიაში ეკლესიური ყოფილიყავ, ეგეთი არ ვიყავ. არა, არანაირად. არ ყოფილი. შეხამ შენებელი. მე მუშაობ, კი ბატონო, კი, ეგრეა. რას გამიკვირდა, ხო, გოგონებისგან ხო უფრო ესე არის ხოლმე. იცი, შენებას ვერ დავირქვე, იმიტომ რომ განათლებით არ მაქვს ძალიან დამთავრებული არაფერი მსგავსი, არ ვარ ეგეთი, მაგრამ მომიწია ჩემ ცხოვრებაში მშენებლობასთან ასე ვთქვათ შეხება. და იმდენად მომიხიბლე ამ პროცესით და იმდენად მომეწონა, რომ მე ვეცადე რომ ეს ყველაფერი მეკცია პროფესიად. და მოხდა ისე, რომ მე ავარიის წელს მუშაობდი არქივში. სტაჟიორად. მე მოხდა ისე, რომ მოხდა ჩემი ავარია. და ეხა ერთს ვიტყვი, რა თუ შეიძლება. ავარიის მერე, როცა მე უკვე ჩამოდი საქართველოში, მინდოდა სამსახური ძალიან. და ძალიან ბევრი ადამიანია, მყავს ირგვლივ, ვისაც ვინც მე შევაწუხე, რომ აი მინდოდა სამსახური, მაგრამ ვერავინ ვერ მოახერხა ჩემთვის მსგავსი რამე ვერავინ ვერ დამეხმარა. ნამდვილად ამ საკითხში მე დღეს მუშაობ კარლო ბასილ ლაფერაძის დახმარებით. კარლო ბასილ ლაფერაძე დაიღუპა ჩვენ ერთად ვიჯექით მანქანაში, როცა
მოხდა ავარია კი. მე რომ ეს შემთხვევა არ მქონდა მასთან ერთად მე სამსახურს ვერ დავიწყებდი, ამაში ვარ დარწმუნებული და ეს მინდა იცოდეს ყველა. ეს ესეა. მან მე დამაწყებია მუშაობა. და ერთ რამეს ვიტყვი კიდე, ჩემს ცხოვრებაში, სოფო იაშვილის ცხოვრებაში, რაც კი კარგი რამ მოხდა ყველაფერი უფლის წყალობით. ეს ვიცი. დანარჩენი არაფერი არ ვიცი. მე ძალიან რთული დღეები მაქვს გავლილი, ასე ვთქვათ, გატარებული ჩემს დედასთან ერთად და ამას უფრო რთული, მაგრამ ვერ ვიტყოდი, მე უნდა გამნულო, მე უნდა მელაპარაკა, მე უნდა გამეკეთებ. ჩემი, ხო, ასე ვთქვათ, ჩემი ჯვარი იყო ეს და არა მისი, ის просто უყურებდა მიშვილს ასეთ მდგომარეობაში და ეს იყო ურთულესი პერიოდი. მე ყველაფერი ვისწავლე თავიდან. სიარული ლაპარაკი, ნერწყვის ყლაპაც კი. ესე იყო. მე იმიტომ მეძახდი, რომ შენ თავიდან გაჩნდა რა პატარა ახალშობილი ბავშვი გადის ეწოფობრივად, ის მე გავიარე ასე, ამასაკში. ესე იყო. ხო, მეორე სიცოცხლე. კი, და ამაში დამეხმარა მხოლოდ ჩემი ოჯახი. ის ხო ეს. თუ არ ჩავთვით ფიზიოს, ვინც მასწავლა სიარული ლუისი ესპანეთში. დანარჩენი ყველაფერი ჩემო ოჯახმა გამიკეთეს. საუბარი მასწავლა თავიდან ჩემო ძმამ. და რომ არა კიდევ ერთხელ ვიტყვი დედას ამას ყველგან ვიტყვი დედა რომ ყოფილიყო ჩემი ასეთი მე ეს არ გამომივიდოდ. მე ასე გამიგია რომ ზეცაში უფალი არისო და ახლა ნამდვილად ეს ფაქტი ჩემს შემთხვევაში ასეა და მე ამით ვარ მადლობელი ღმერთს. მე ვერც ვხედავდი ისე როგორც ბავშვი ახალშობილი რო გაახავს თვალებს და ისე ისე ვხედავდი მე იმიტომ რომ მარჯვენა თვალი მქონდა დაზიანებული და ვერ ვიჭერდი რა კურსს. ორიენტირს ვერ ვიჭერდი. აი ის სურათი რომელიც გამომიგია, ხო? აი სურათი საოცრად გამონათდება, რა თქმა უნდა, შენ თანხმობით რომ დიახ. დაინახო და ნახავენ რამხელა განსხვავება იყო მე შევხედე ძალიან დიდი. ხო იმოქმედა რომ ძალიან განსხვავება იყო აშკარად რა. და მართლა ადამიანები იცი რა არის აი მაგ ყველაფრის მე უკვე რაღაცეები გეჩვენება უკვე როგორც რაღაც ელემენტარულზე როგორც უწუნებთ რომ რაღაცა თავი ამთქიდა, რაღაცა დავიღალე და რაღაცა და ამ ყველაფერს რო ისმენ და ეს ყველაფერი უკვე გადატანდა რაღაც მე უკვე უმნიშვნელოდ გეჩვენება რაღაც ყველაფერი რა აი რაღაცეები ისეთი რომელზეც შეიძლება რომ არც გამახვილო ყურადღება ზოგადად ადამიანმა და ფიქრობ რომ ნაკლებად უნდა ვიწუსინოთ რაღაცეებზე და მადლობელი ვიყოთ უფლის ყველაფრისთვის. ამას ვერსად ვერ წავა ერთ-ერთი ადამიანი დედამიწაზე რომ ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება ადამიანებს ესე ვიტყოდი. ყველაფერი ხდება უფლის წყალობით. რაც კი კარგი ხდება თითოეულ ჩვენთან არის ცხოვრებაში ეს არის უფლის წყალობა. ყველას. არა მარტო ჩემი. რჩეულები არსებობენ დედამიწაზე ძალიან ბევრი. და ღვთის წყალობით გვაქვს ამის აღქმის უნარი ყველა ადამიანს. და მე ეს მიხარია რომ მე ამის მომწრე ვარ. არ მივიჩნევ ვარ მეძახენ რომ ვარ რჩეული. კი, მე ესპანეთში მეძახდნენ მილაგროსას. იმიტომ რომ ეს ძალიან უხერხული მისაღები იყო მაშინაც და ეხა თავისთავად რომ ჩემმა ორგანიზმის რეგენერაციამ ასე ვიტყოდი. აბსოლუტურად გაურკვევლად დატოვა სამედიცინო იქ ესპანეთში. სამედიცინო სფერო ექიმები ვერ გაიგეს რა საიდან როგორ კეთდებოდა. იმიტომ რომ თან ტვინს ეხებოდა. ტვინი შეუცნობელია, ვერ გაიგეს ტვინს ვერაფერი დღეს. ხო, მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა გასაგებია რომ უფლისდებით ხდება ყველაფერი, მაგრამ პროფესიონალიზმის თემაც იქნებოდა, ხო, ეხლა ეს ხო, მაგრამ აი იქაც კი და აი არ ვიცი ხო როგორ თქვა, ანუ იქ როგორ არის იცით, ანუ გუთმანში და ზოგადად უკავშირდებიან ერთმანეთს ექიმები და როცა რაღაცა სასწაული ხდება მათ სფეროში საკითხში ისინი მე აქვთ კონსილიუმები ერთმანეთთან. მე როცა მიკეთებდნენ პირველ ოპერაციას ესპანეთში დედა მოაწერა ხელი რომ ჩემი ნეიროქირურგი მარტა რომელმაც სასწauლებრივად მიშველა რომ 5% იყო იმისა რომ მე გადარჩენილიყავი 95% მე უნდა რომ გადავრჩი. დედას უთხრა მარტამ, კი გადარჩა, მაგრამ ეს ვერასოდეს ვერ გაივლის, ვერასოდეს ვერ ილაპარაკებს, ეკნება თავისი ენაო, ნუ ტვინის ტრავმა დაივიწყეო. ასე იყო. არ არსებობდა იმისი არც 1% რომ მიუხედავად რომ გადავრჩი, მე გამევლო და მე მესაუბრე.
მოხდა სასწაული ხალხმა. ყველა ჩვენებური წმენა შეგვიძლია ყველაფრის, მაგრამ ერთი არის აუცილებელი, რომ ამ სამყაროში ადამიანებს გქონდეს სიკეთე, სიყვარული. აუცილებელი. ამის გარეშე არ არსებობს არაფერი. მე ვისურვებდი, რომ ყველას ეს ამოძრავებდეს. მაგაზე კარგი მესიჯი ვერც გაჟღერდებოდა. ძალიან მინდა. უსაზღვროდ. ხალხის მიმართ. გავიგე, რომ ვიღაცას გამოცხადება არ ქონია წმინდანები, არავინ არ ვართ, არავინ არ არის უცოდველი. ჩვენ დაცემული ბუნების ვართ ადამიანები, მაგრამ აი ვეცადოთ, რომ ვიყოთ კეთილები, კეთილსინდისიერები. მიხვდი? ეს არის უნიშნელოვანი, კეთილსინდისიერება კიდე სხვა რამეა. როცა ხარ კეთილსინდისიერი ადამიანი. ძალიან კარგია. ეხლა სანამ დავამთავრებთ რა, ერთ კითხვას დაგისვა, უბრალოდ გულახდილად მიპასუხე. კი ბატონო. ცოტა მაინც, არ ვიცი ეხლა რამდენად, მაგრამ ცოტა მაინც რაღაცა პატარა შვების მაგვარი არის, რომ რაღაც მომენტში უყვები ადამიანს, შენთვის უცხო ადამიანს, იმიტომ რომ ფაქტიურად 3 დღე გავიწევთ ერთმანეთი და პლუს ამას ნახავენ ჩემი მაყურებლები და ასე შემდეგ. ეხლა ვიტყვი ერთ რამეს, რომ მე ავარიანამდე ვიყავი ძალიან ასოციალური ადამიანი, რა და ესეც ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე. ამ ავარიის შემდეგ ანუ მე ვეძახი ჩემს მეორე სიცოცხლეს ავარიის შემდეგ, იმიტომ რომ ესეა. მეორე დაბადება, მეორე სიცოცხლე. ამ მეორე სიცოცხლის შემდეგ მოხდა ისე, რომ მე ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი გავხდი. ყველას მინდა გადავცე ეს ჩემი ისტორია, რომელიც მე ვთვლი, რომ ერთ-ერთია ამ სამყაროში, ამ ქვეყანაში ის, რომ არსებობს გამონაკლისი წარმატება ცხოვრებაში. რასაც ხელი უნდა ჩავჭიდო და ვიარო მადლიერმა. აუცილებლად. და შევძლო ის, რომ გავაგებინო ბევრ ადამიანს, რომ არასოდეს არაფერი არ ხდება ცუდი, თუ ჩვენის არ მოვახდინეთ, ადამიანები ვახდენთ ამას. ანუ შენ ფიქრობ, რომ რაღაცა ისეთი იყო, რომ უბრალოდ მომხდარიყო აუცილებლად. კიდე მან ერთი დეტალია. გუშინ ვისაუბრეთ, შენ ვთქვი, რომ ქურთულზე აუბრუნდითო რაღაცა და მე აი გუშინ აღარ კითხე ეგ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეიძლება და ჟღორაბუნებული იყო, შეიძლება არ მომხდარიყო, მაგრამ ეგეთი რაღაცა. ხო იყო ეგეთი გამონაკლისებიც, რომ მე მგონია, რომ რაც მოსახდენის აუცილებლად მოხდება, ქურთულზე აუბრუნდებოდით თუ არ აუბრუნდებოდით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ხო და მე ესე მგონია, რომ ამ ცხოვრებაში რაც ხდება, ის აუცილებლად მოხდება. უბრალოდ ეხლა არა, სხვა დროს. ანუ ყველაფერი ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს. მაგრამ თავარი იყო, რომ ხო გამოჯამრთდი, ჯამრთელად ხარ? მე გამოვჯამრთდი, მე ვარ ჯამრთელი. აი მორმა ადამიანმა, რომელიც დაიღუპა იმ ავტოკატასტროფაში 6 დედმამიშვილი დაობლდა და ბევრი ადამიანი გაუბედურდა. აბა, ეგ როგორი? მე ვარ ესე. იღბლიანი ხარ რა, იღბლიანი ესე გამოდის. რა ვიცი, უფალმა დიდხანს გაწოსოს კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მართლა ძალიან ისეთი რაღაცაა რა, ეს რაღაც მომენტში დაუჯერებელი ხო, რომ მაინც აი ესე და მით უმეტეს როცა ადამიანი გეუბნება, რომ რაღაცა პროცენტი ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება რაღაც ან დიაროს ადამიანმა და ასე შემდეგ და მაინც ფაქტის სახეზეა რომ ესე აქედან დასრულებული არ უნდა დაგა. რა თქმა უნდა, კი. არასდროს, რაც 2 წელი გიბრძო. ამან გიბრძო. არა მეც ამას მე. მადლობელი ვარ ღმერთის როგორც ვარ. და ეს ემოციები, რომელიც მე ხა ცრემლების სახით მოვა ჩემში. მადლობელი ვარ ღმერთის როგორც ვარ. და ვიყავი ესეთი როგორც ეხა ვარ. და მადლობა ღმერთს ამისთვის. ადამიანური ეს ყველაფერი ემოციების გარეშე მადლობა ღმერთს ამისთვის როგორც ვარ. აუცილებლად. არ ვიცი. და არა მოჭრა ეს. არა მოჭრა, არა მოჭრა. პანდემია იყო მაშინ. მოხდა ის, რომ წამყვარეს ქუთაისში. სადაც ვიყავი კომაში 28 დღე. მე ქუთაისში ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევდნენ იქაური ექიმები. სახელებს არ დავასახელებ, მათ იციან. გულით მე მიღეს და გულით პატრონობდნენ, ასე ვთქვა და მადლობელი ვარ მათი. აუცილებლად.
ეს იყო ეს. რეანიმაციის მთავარი ექიმი იყო, ვინც მე ძალიან გულით მივლიდა, ვინც მე პანდემიის დროს დაიღუპა. სახელი გვარი ხოლმე არა საჭიროა ეს. ასე იყო ნამდვილად. ხო იცი რაც თავი. კი, აი ძალიან მივლიდა, მე ვიცი. და მე გადმოგიყვანეს თბილისში. მე გადმოვიყვანეს თბილისში, ნიუ ჰოსპიტალში, გააკეთეს ის, რომ მე როგორც ვიცი, ჯვარზე გააკეთეს ჩემი, ასე იყო. ვიტყვი. მე ვარ ფაქტი აგერ, აი, თუ ვინ მოდეს მექიმი შევხვდება, ვეტყვი. მე მართლა მომკლეს, კი არის იგონებენ ესენი. თავ დაუხურავი გამიშეს ესპანეთში. ეს ისი რას ნიშნავდა, წადი მოკვდიო. გარო გადაგაზიებენ, აი ვინდენ ეგრე. თავ დაუხურავი გამიშეს ესპანეთში. რო ჩამიყვარეს დედაჩემო გუთმანში, რა სერჩოდი, რატომ მოკალი ეს ბოშიო, ეს როგორ აფრინეო, თავი როგორ გადაურჩავ, მე მართლა სასწავლებლად გადაურჩი და ეს მართლა მარტო ღმერთმა იცის. თავის ძვალი დაკარგეს საქართველოში, მე თავახტილმა ვიმგზავრე. რას ნიშნავს და თორე ჩემი თავის ძვალი, თავის ფრაგმენტი, აქეთა ნაწილი დაიკარგა. და თავახტილმა ვიმგზავრე ესპანეთში. ირი ხო ესპანეთში ქვა თუთა თვალი რო იყო დახურვის რომ გადავატრიალოთ ყველაფერი ყველა ექიმი გვემალებოდა და დავალებეთ მე რა ძვალი სპეციალური მე მის პლატინა აქვს ჩადგმული არა პლატინაც არ არის რო კარგი რაღაცა რომელიც დამზადდა ამას ჩვენ ესპანეთმა გადავარჩი მე რო არ მომხვედრილიყავ ესპანეთში ხალხმა მე მართლა მოვკვდებოდი მე რო არ მყოლდა ესეთი დედა როგორც ყავს მე მართლა მოვკვდებოდი და პირველი და უკანასკნელი და უჭესმალიტესი მე მხოლოდ უფლის წყალობით გადავრჩი მხოლოდ და ამას ვიტყვეს მანებს არ მიქრები ცოცხალი მადლობა ღმერთს ამ დიდი სასწაულისთვის ისეთ ამბავს გადაურჩი ერთი 90 წლის რო იქნებ კიდე ჩავწვევთ ერთი არა 90 წლის თავი დაარება 90 წლის თავი დაარება საშველი და შველა ადამიანების მხოლოდ ჩვენი თავის ჩვენ ვერავინ ვერსად ვერ გვიშველის როცა ვარ ცოცხლები როცა დავდივარ ჭამსაუბრდო ვართ მეტნაკლებად ჯამთელები ჩვენი თავის მშველელები ვართ ჩვენ ხალხი არა ჩვენ თავს უნდა უშველოთ ჩვენ ეს ერთადერთი გამოსავალი ეს იცოდეს ყველამ აი დიდი თხოვნა ჩემი და გაითვალისწინოს ყველამ რომ ჩვენი თავის მშველელები ვართ ჩვენ იმიტომ რომ მე აი ესეთ მდგომარეობაში რომ ვიყავი უმფრის წყალობით მე გამომიყვანე ჩემი თავი იმ ყველაფრიდან სადაც ვიყავ ეს და იცოდი მე რო ესეთი ხასიათი არ მქონდა ხალხმა მე რო ესეთი სული არ მქონდა გამორიცხული მე იქვე ვფიქრობდი მაგას არ ქონდა არავის მაგის 1% არ არსებობს კარგი მოკლედ მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საინტერესო გადაცემა იქნება ეს დანარჩენი მე დავარწმუნე სოფო ტექნიკური საკითხების ამბავში რომ მე გადამომონტაჟებ ისე როგორც საჭიროა და ამ ყველაფერს იმიტომ საუბრობ ხა ტელევიზიის გასწრებით YouTube-ი იმით განსხვავდება რომ თავისუფალი სივრცეა უფრო არ არის რაღაცა ძალიან ესე დავარწმუნოთ აუცილებლად და ასე შემდეგ ხო და შეიძლება პერიოდულად დედიკოსები შემოვიდეს რაღაცეები, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ისე თემატურად, რომ გაიგოთ რა, როგორ და რანაირად იყო დალაგებულად მაქსიმალურად და არხი გამოიწევთ მეგობრებო, რომ აი ესეთი საინტერესო ადამიანები მოვიყვანო ხოლმე, ვასაუბროთ ამის თავზე და ამ პროექტში არ არის აუცილებელი, რომ კონკრეტულად ამ ცნობადი სახე იყოს აუცილებლად ან რაღაცა ესეთი. თავარია ისტორიები იყოს საინტერესო და მე აუცილებლად დაგითხოვთ ჩემს კამერებს. შენ როგორ იგრძნით თავი? ბოლოსკენ რომ დავასრულოთ ის მითხარში. გადასარევთ არაჩვეულებრივად თქვენ გაიხარეთ კარგად. მადლობა. აი ესე, ღიმილით კარგად აღმიანებთ. დროებით.